მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებოდი და ახლაც ვიმყოფები საქალაქო სასამართლოში და მოხდა ასეთი ინციდენტი. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ახლობლის და მის მხარდასაჭერად მოვედით. ჩვენი ახლობელი ირაკლი გაგნიძის ბიჭი დააკავეს. საქმე იმაში არის, რომ ცოტა ესეთი კომიკური კი არა, ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა. ბიჭს დაეკარგა მანქანის გასაღები და შევიდა შიგნით იმისათვის, რომ მოეძებნა. ჯერ იყო და ეს ბადრაგი იყო თუ ვინ იყო, არ ვიცით, ზოგს ფორმა ეცვა, ზოგს სამოქალაქო ცემატყებით გამოაგდეს გარეთ და გარეთ აგრძელებდნენ მის ცემას. სანამ მივედით და ამბის საკითხავთ რა ხდება და დასაშველებლად მოკიდეს ხელი უცბად ერთი რამოდენიმე ათეული კაცი გამოცვიდა იქიდან, დაავლეს ხელი, შეატყეს ცემატყებით და მოხდა ისე, რომ შიგნით ეს მანდატურების ოთახში წააქციეს ეს ურტყეს. მამამისი ირაკლი გაგნიძე ამას უყურებდა და შესაბამისად კაცი გაგიჟდა და მასაც არ დააკრეს ცემატყება 76-17 წლის კაცი გახლავთ. გამოვიძახეთ სასწრაფო, გამოვიძახეთ პატრული. სასწაული ის არის, რომ პატრული სავსე იყო მთელი სასამართლო სეზო და არც ჩვენამდე არ მოვიდა პატრული. რაც შეეხება სასწრაფოს, ჯერ იქიდან უკანა მხრიდან შევიდა. ჩვენ გამოძახებული აქ ყავდა, იმიტომ რომ ბატონი ირაკლიც ცუდად იყო და შეუძლოთ იყო. უკან არაჩვენეს პატიმარი. შესაბამისად არ დააფიქსირეს ის, რომ ნაცემი იყო და ასე მძიმე მდგომარეობაში იყო. შემდგომ აქედან მოვიდა და ირაკლიც აღმოუჩინეს სამეცნიერო დახმარება, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, განერგულებული ეს კაცი. ვეძებთ ამ პიროვნებას, ანუ ირაკლის ბიჭს და აქ არ არის, აქედან გადაიყვანეს, სად გადაიყვანეს არ ვიცით. ანუ გაიტაცეს. პატრულს ვიძახებთ და დღეს მთელი დღის განმავლობაში პატრულის თანამშრომლები და პოლიციის თანამშრომლები ჩემამდე არ მოსულან, იმიტომ რომ მე გამოვიძახე, გიორგი ლილუაშვილმა გამოიძახა ის და არა ვიღაცა იმან მანდატურმა თუნდაც აი შიგნით და უნდა მოსულიყვნენ ჩემთან. მე მაინტერესებს თუ მოვიდნენ ის ჩემი გამოძახებულები, ოქროზე ხელი ვინ მოუწერა. მოკლედ ასეთი მდგომარეობა არის, ეს კაცი არის გატაცებული, საწაიყვანეს, რა უქნეს, რა მდგომარეობაშია, კიდევ ვიმეორებ, არ მიცეს იმის საშუალება, რომ სასწრაფოს ენახა ეს ნაცემი ახალგაზრდა ბიჭი. ვაკო გაგნიძე. და ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სასამართლოში სამართალს რომ უნდა ვეძებდეთ, უსამართლობის ბუდი არის და შესაბამისად თუ ამაზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდა, ახლა განცხადება დავწერეთ. კანცელარიაში ვართ, აი ელისაშვილი რო წვავდა და პიჭკა ვერ გაკრა. აი შენობასთან ვარ. ხო და დავწერეთ ახლა განცხადება თავმჯდომარის სახელზე, მაგრამ დიდი ის არ ამგონია რომ რეაგირება მოხდეს. მაგრამ მაინც ვაფიქსირებთ. და ასეთ მდგომარეობა გატაცებული არის, ეს კაცი ურთულეს მდგომარეობაში არის. არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს, ვაცნობებთ ყველას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. კიდევ ვიმეორებ, სასამართლოს შენობიდან გაიტაცეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გააპარეს ნაცემი, ნაბეგვი, ახალგაზრდა ადამიანი, არაჩვენეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, გადაუმალეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო. აი ეს მინდოდა დამეფიქსირებია ჩემო კარგებო. აი ეს არის სასამართლო. ხო. კარგით. ჩვენ შევეცდებით რომ ვიპოვოთ
ეს ახალგაზრდა ბიჭი სატყავთ დამწყდეული შეიძლება დაატარებდნენ როგორც მე გამიტაცეს და ხანსა წამიყვანეს და ხანსა არც ერთი განყოფილება რო არ მღებულობდა ნაცემი რო ვიყავი ალბათ ასე ხდება ამ შემთხვევაშიც და რაღაც აკატავებენ რომ რაღაცნაირად მოაგვარონ ეს საკითხები მადლობ ყურადღებისათვის დანარჩენ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით მოკლედ ასეთ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი ახლა დემოკრატიის მხრივ პრემიერი რო იჭაჭება რომ ევროპულ ქვეყნებს ბევრად ჯობი ვართ და 20-ში შევდივართ ამ ფაქტი ის არის რომ ევროპულ ქვეყნებზე რა მოგახსენოთ მაგრამ ჩრდილო კორეას ნამდვილად არ ჩამოუვარდებით შეიძლება ვასწრებთ კიდევაც ჩვენი დემოკრატიის ხარისხით ჩრდილო კორეასთან მიმართებაში კარგით მადლობთ